ხმაურიანის ხდომა იყო ზუგდიდის საკრებულოში დაპირისპირება გამოიწვია სწორედ აქციაზე დაშავებული და სახის ძვლებ ჩამტრეული მოქალაქეების ფოტოების მიტანამ, რადგან ქართული ოცნება გაღიზიანდა სწორედ იმის ხილვით, რა გამოიწვია მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ რეჟიმის მიერ გამოყენებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა. გარდა იმისა, რომ ქართული ოცნება გააღიზიანა მომიტინგეების დასჯილი ადამიანების ფოტოების ხილვამ, მმართველი ძალის წარმომადგენლები ზიანებულიები არიან იმითაც, რომ არჩევნებს არც ერთი პარტნიორი ქვეყანა ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და ეს დადასტურდა კიდევაც და გაამყარა არალეგიტიმური არჩევნების შედეგები ეუთოოდირის დასკვნად, სადაც პირდაპირ იკითხება, რომ არჩევნები 26 ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. გარდა ამისა, ქართულ ოცნებას პასუხი არ აქვს დაზარალებული მოქალაქეებისთვის და მაგალითად ზუგდიდის მერი იმასაც კი ამტკიცებს და ცდილობს შეამსუბუქოს სამართალდამცველების გადაცნომები და ამბობს, რომ ადამიანები სამოში ჩაცმული ადამიანების შესაძლოა პოლიციელებიც კი არ იყვნენ ისინი, ვინც აქციის მონაწილეებს უსწორდებოდნენ სასტიკად. მაშინ როდესაც 100,000-ობით ადამიანი პასუხისმგებაშია მისცემული გაცემი, მაშინ როგორც ხანმოკლე კაცი ხდება. რომელი წლის? აი ასეთი 500-მდე კაცი რომ დასახიჩრებული არის ციხეში, როდესაც ჟურნალისტებზე არის თავდასხმა, როდესაც ამათ ოჯახებზე გვეუბნებოდნენ, ოჯახებს ამათი ოჯახები აღარ არიან. აი ასეთი რაღაცა გააკეთეს და ეხლა დგანან და რაღაც მატერიებზე ამბობენ 2008 წელი შემახსენეს, როდესაც ხარება უდგათ გვერდში იმ სურათზე და მასთან არიან ყველა მანკიერი. საქართველო galახეს, საქართველო აცდინეს ევროპულ კურსს. დადგენილია პოლიციამ რო გააკეთა, იყო ერთი წუთით უცნობი ადამიანები ნიღბით ყოფები და მე არა ვარ გამოძიებელი, ხელი დავადო, მე დარწმუნებული ვარ, როგორც ადამიანი და ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ დღევანდელი პოლიცია ესეთ სასტიკ მოპყრობას არ ჩაიდენს მოქალაქეების მიმართ. საკრებულოში დაპირისპირება მოხდა იმ სხდომაზე, სადაც მომდევნო წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ და რომლის მიხედვითაც ხელფასები უნდა გაეზარდოთ საჯარო მოხელეებს მომდევნო წლიდან ამ ბიუჯეტს მხარი ნაციონალურმა მოძრაობამ არ დაუჭირა.